კომუნისტები თამაშიდან უკვე პრაქტიკულად გასულნი იყვნენ. თუმცა საბჭოთა უშიშროება არც ისე უსუსური იყო, როგორც გარეგნულად ჩანდა. მერაბ კოსტავასა და ზურაბ ჭავჭავაძის ფიზიკური განადგურება უშიშროების გეგმაში, თუ ეს გეგმა მართლაც არსებობდა, ნამდვილად შევიდოდა. კოსტავას სახით ოპოზიცია ეროვნული ძალების გამაერთიანებელ ფიგურას დაკარგავდა, ხოლო ჭავჭავაძის სახით ადამიანს, რომელიც აფხაზებთან და ოსებთან ყველაზე აქტიურ დიალოგს აწარმოებდა. ახალი საქართველოსთვის ყველაზე საშიში სწორედ შიდა დაპირისპირება და ეთნიკური კონფლიქტების გაჩენა იყო. არაჯანსაღი პოლიტიკური პროცესები, რომელიც გამოუცდელ ეროვნულ მოძრაობაში უფრო და უფრო მძლავრობდა, ქვეყანას განადგურებით ემუქრებოდა. დაპირისპირება, რაც მაშინ იყო ეროვნულ განვითარებულ მოძრაობაში, აქ მერაბი ერთგვარ ოპოზიციადაც კი ჩანდა, მაშინ ზვიადის მიმართ იმაზრით, რომ ზვიადს ჰქონდა მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულება გარკვეული ფრთისადმი და ეხლა წარმოიდგინე იმ თავზე მერაბია. თან ზვიადთან ურთიერთობა ეთყობა მერაბს ეს სამოცანა ჰქონდა ძალიან საპატიო და მისასალმებელი, რომ როგორმე ეს განხეთქილება გადალახული ყოფილიყო. საქართველოს ეროვნული იდეალებისათვის სტალებულ ბატონ მერაბ კოსტავას. მამულიშვილო, რუსეთის იმპერიას ყავლი გაუდის. არ გამარჯობა, არ სიკვდილი. 13 ოქტომბერი 9 საათი და 30 წუთი. მერაბ კოსტავა, ზურაბ ჭავჭავაძე და თამარ ჩხეიძე კაფედან გამოვიდნენ და თბილისისკენ დაიძრნენ. 10 საათი და 30 წუთი. ჩხეიძე გამოუცდელი მძღოლი იყო, თუმცა თავისუფალ ტრასაზე მანქანას მშვიდად მართავდა. მოულოდნელად ნივამ მკვეთრად დაამუხრუჭა. აი ეს მახსოვს, რომ გადამირბინა რაღაცამ დიდი სისწრაფით და დავატორმუზე მკვეთრად, ეს მახსოვს. მანქანა ამოტრიალდა და შემხედრ ჟიგულს სახურავით წინა საქარე მინაზე დაეცა. აი აქ რომ მოვედი უკვე, ვიღაც ქალი ამბობს რომ ახლა ეს სისხლები ჩამოდის, ყვირის მერაბია შეგიდა, მერაბი და მერაბი. მე ახლა უცებ ვერ მივხვდი ვინ მერაბაზია ლაპარაკი, ვიზია ლაპარაკი და შევხედე ტელევიზიონი კაცია მაღალი ზაროვი კაცი ასე გადმოკიდებული უკან. შემთხვევის ადგილას უამრავმა ადამიანმა მოიყარა თავი. სულ რაღაც 5 წუთში ექიმების გამოჩნდნენ. ერთ-ერთმა მერაბ კოსტავას მკლავში ნემსი გაუგეთა. აი რაღაც საშინელი, აი რაღაც ძალიან აღელვებული ყვირილით გამოხატავდა, აი რაღაც იმას, რომ რაღაცა ცუდი მოხდა და ეს ცუდი არ იყო ბუნებრივი, რომ ეს იყო თავდასხმა, ამას ჩანდა, ეს იქიდან ჩანდა, რომ თვითონ აი ამ ნემსის გაკეთებასაც უწევდა საშინელ წინააღმდეგობას, რამდენიც შეეძლო ფიზიკურად. დაშავებულები ბორითის საავადმყოფოში გადაიყვანეს. მერაბ კოსტავა გზაშივე გარდაიცვალა, ხოლო ზურაბ ჭავჭავაძე უგონოდ იყო. მალე ავტოკატასტროფის ამბავი მთელ საქართველოს მოედო. ყველა ფიქრობდა, რომ ავარია შემთხვევითობა არ ყოფილა და ის უშიშროებამ მოაწყო. ტრაგედიის არაოფიციალური ვერსია დღემდე ასეთია. ავარიამდე ცოტა ხნით ადრე ჩხეიძის ავტომობილს სამუხრუჭე მილები დაუზიანეს. სოფელ ბორითის შესასვლელში მას საბურავი გადაუგორეს. ძღოლმა საჭე ინსტინქტურად მარცხნ გადაატრიალა და წინასწარ სპეციალურად გაჩერებულ ჟიგულს დაეჯახა. მე გავიგე, რომ ვიღაცის მანქანა არის სახელი და გვარი ვისი. აი როცა ეს ხდებოდა 1-2-3 კილომეტრით დაბლა გააჩერეს, არ გაატარეს რამდენიმე წუთი. ესე იგი ის სივრცე დატოვეს ამ თამრიკოს ნივის უკან, რომ ეს ოპერაცია მოწვეების გარეშე ჩატარებული იყო. არაოფიციალური ვერსიით ექიმები უშიშროების თანამშრომლები იყვნენ. თუ კოსტავა გადარჩებოდა, მისთვის სასიკვდილო ინექცია უნდა გაეკეთებინათ. მე მითხრეს და მე აბსოლუტურად მჯერა, რომ ამ მანქანას უკან მოყვებოდა რუსები მოყვებოდა. რუსული სპეცსამსახურის მანქანა. უცხადია მათ სპეცსამსახური აქ არის გრუ, ხო? იმის მანქანა მოყვებოდა, ასე ვთქვათ, საკონტროლოდ. თუ იმათ, ვისაც დავალებული ჰქონდა ამის გაკეთება, ჩაეშლებოდა ოპერაცია, მაშინ ის ოპერაცია იმათ უნდა დაესრულებინათ. აი მე ეს მითხრეს.
ეს პირადად მე მითხრეს და მე ეს ნათქვამი მჯერა. მინდა ეს დაფიქსირებული იყოს და ცნობილი იყოს. ზურაბ ჭავჭავაძე თბილისში გადაიყვანეს. ის 70 დღის განმავლობაში ებრძოდა სიკვდილს. ქართველმა ექიმებმა შეუძლებელი შეძლეს. პაციენტი ღრმა კომიდან გამოვიდა. თუმცა რამდენიმე დღეში მოულოდნელად B ჰეპატიტი განუვითარდა და გარდაიცვალა. ზუსტად მეორე დღეს აპირებდნენ უკვე რეანიმაციიდან მის გამოწერას. უცებ ხდება ეს ამბავი, რომ ძალიან დამძიმდა მდგომარეობა, როგორც თქვეს, აი B არა, B ჰეპატიტის გამო, რომელიც როგორც მაშინ ამიხსნეს, ხდება მხოლოდ ან შპრიცით მისი შეტანა, ან სისხლით, მოკლედ გარედან შეტანა ხდება. 13 ოქტომბერს ავტოსაგზაო შემთხვევამდე დაახლოებით 1 საათით ადრე თამარ ჩხეიძე, ზურაბ ჭავჭავაძე და მერაბ კოსტავა სასავუზმოდ შეჩერდნენ. სამოხრუჭე მილების დაზიანების შემთხვევაში ავტომობილი ქუთაისიდან ბორითამდე ისევ ვერ ჩააღწევდა, რომ ძღოლსეს არ შეემჩნია. ამიტომ ჯერ კიდევ ქუთაისში სამოხრუჭე მილების გადაჭრის ვერსია არადამაჯერებლად ჩანს. არგუმენტი მეორე. მოძრავ ავტომობილს წინ საბურავი გადმოუგორეს, რის გამოც ნივამ წონასწორობა დაკარგა და საპირისპირო მიმართულებით მდგარ მანქანას შეეჯახა. საგამოძიებო მასალების მიხედვით საბურავი არავის გადმოუგორებია. მანქანას ან ძაღლმა გადაურბინა, ან ხბომ. ბორითელი ნოდარ ბარბაქაძე, რომელსაც ახლოს სახელოსნო ჰქონდა და ავარიის ადგილზე პირველი მივიდა, ყვება. მუხრუჭების ხმა გავიგონა. ხო და სანამ ეს ამბავი მოხდებოდა რა ეს მანამდე ჩვენ ძაღლი იყო ერთი აქ. ეს ძაღლი ის და ხომ აქ ბარდურის ძირში. ხო და ერთ საი მანქანა დაანტური ამ ძაღლს სანამ ეს ამბავი მოხდებოდა, ვერა კოსტავზე მოხდებოდა და ძაღლი დიდი ძაღლი იყო ფიზიკურად და ბარდურის ძირში რომ იწვა. კარგი მოხდებოდა მანქანებს, აუ დაგუძახებდა მანქანებს ეშინოდა, რა ვიცი, რა იყო, შობრებს ეშინოდა, ვარდებოდა ერთ თათარი იყო. გმირიც იყო და სოციალისტი გმირიც იყო და მუზგმირიც იყო. დააგორდა ფეხებში მომიგორდა იქ. მანქანა ისე კოტრიალი. არგუმენტი მესამე. ჟიგული კი არ მოძრაობდა, საავარიოდ გამზადებული, ერთ ადგილას იდგა. მართლაც თუ ჩხეიძის მანქანის საბურავის ყვალი ასფალტზე აშკარად ჩანს, საპირისპიროდ მოძრავ ჟიგულს არ დაუმუხრუჭებია. დავით ყოლიაშვილი იმ ჟიგულში იჯდა, რომელსაც ნივა დაეჯახა. როგორც ყოლიაშვილი ამბობს, 13 ოქტომბრის დილას მანქანის პატრონ ავთანდილ აბრამაშვილთან ერთად წაბლის დასაკრებად მიდიოდა. მერე დაბლიდან ის ძაღლი ამოხდა, გადაურბინა რა უბრალოდ და აიღო თუ არა იმანული ამობრუნდა და მესამე იმაზე დაგვეცა ზემოდან. ავთანდილმა ის მოასწრო რომ მოდიდგეს თითქმის გაჩერდა და მე უკვე ის მომენტში მოვედი გოსარო ეს მანქანა გადმოიყო რომ გადააგდეს ბიჭებმა მანქანა ჩვენი მანქანიდან გადააგდეს ესიო და ის ქალები რომ ჩამოვიდნენ ცეცხლე ექიმები იყო ექთნები იყვნენ და კოსტავაო და ისაო ხო და ეს თამრიგო ამოძრა იმიდან რა ქვია თავის ფანჯრიდან კარები ვერ გააგეს ამოძრა იქიდან და სუსისხლია თუ წითელი იყო სუსისხლიანი იყო ისიც თამრიგო ჟიგულის მძღოლი სურამის საავადმყოფოში გადაიყვანეს. შედარებით მსუბუქად დაშავდა დავით ყოლიაშვილიც. თუ მანქანა საავარიოდ შერჩეულ ადგილას ვიღაცამ წინასწარ გააჩერა, ნაკლებად სავარაუდოა იქ ვინმე მჯდარიყო. არაფერი მე ხო რეზინი ჩექმები მეცვა წამზე მიდიოდი სტეკლოთი ქონდა სავსე ის რა ქვია წინათეს ნაწვიმი იყო და მე ის ჩექმები ჩავიცი რომ ტყეში რომ შევიდეთ მე და ავთანდილმა და სუსავსე გქონდა ფეხებიც კი დასწრილი ქონდა ვერ ხვდებოდი რომ დავდიოდი ისეთნაირად ვიყავი რომ რეზინი ჩექმები და მაგ ხო წყვილია ზღაპარი მაგი ბერს ველაპარაკე მე გზაში მოგიყვები და ვერ მივტკიცებდი ხალხს ვერ დავუძე რუსთავში კაც მე ვთხარი მე ვიყავი შიგმეთკი რაღაცა მე არ ვიცი მე ყველაზე დიდი კითხვის ნიშანი იმ ნევსთან დაკავშირებით დაისვა, რომელიც კოსტავას გაუკეთეს. ამ დეტალმა არა მხოლოდ უბრალო ადამიანები, არამედ გამომძიებლებიც დააეჭვა. მე ძალიან დიდი დროის განმავლობაში მომიწია სატრანსპორტო შემთხვევების ხაზით მუშაობა. და თითქმის არ მქონია შემთხვევა, რომ შემთხვევის ადგილზე ვინმესთვის მე პერსონალი ყავს ხელდობაში შემთხვევის ადგილზე გააკეთებიოს ნემსი. სინამდვილეში ნივას არავითარი სასწრაფო დახმარების ბრიგადა არ მიხვდებოდა. კოსტავას ნემსის სოფელ ბორითის საავადმყოფოს ექიმმა გამოგეთა. მას ექთანი დოდო გამცემლიძეც ახლდა. გავიგეთ თუ არა ავარიის ამბავი, ნიკა ექიმმა დასწაცა ხელი სასწრაფოს და მე და ის ერთად წავედით. მივედით და რა ვნახეთ, 3 ადამიანი აგდია ასფალტზე სისხლში ცურავენ. ხო და ერთ ქალს კალთაში ქონდა თავი ჩადებული ერთ-ერთის
ჩვენ არ ვიცოდით ვინ იყო ახლა რა აზრი ქონდა ვინ იქნებოდა და მე თამრიკო ყვიროდა რომ ეს მერაბ კოსტავა არისო და რაც შეიძლებოდა იქ რაც ქონდა ხელთ ყველაფერი გავაკეთეთ ის უკვე აგონიაში იყო ის აღარ იყო გახსნა ნიკა იქმა სასწრაფოს ჩანთა ამოიღო საგულე საშუალება და გაუკეთა მე ვეხმარებოდი ახლა ვასუფთავებდი ჭრილობას და ასეთ რაღაცებს მერაბ კოსტავას ცხედარს ექსპერტიზა არ ჩატარებია გვამის გაკვეთაზე უარი გარდაცვლილის თანამებრძოლებმა თქვეს გამოძიებასაც წინააღმდეგობა აღარ გაუწევია. Proicereba რომ იქ რაღაც მოყვებოდა უკან სასწრაფო დახმარების მანქანა ისინი გადმოვიდნენ ნეფსი გაუკეთეს რაღაცის ქიმიური ანალიზით დადასტურდებოდა გაუკეთეს მას პრეპარატი თუ არ გაუკეთეს თუ გაუკეთეს რა გაუკეთა გაკეთდა ხო? ეხლა ეს ქიმიკოსები არიან რომელმაც ის 9 აპრილს CS-ი იპოვეს ზუსტად. და უკან არ დაუხევიათ არაფერზე რომ არ შეშინებიათ მაგის თქმის. ავარიამდე გზის ორივე მხრიდან გადაკეტვის ფაქტიც არ დასტურდება. გამოძიებამ დაასკვნა, რომ ავტოკატასტროფა წინასწარ დაგეგმილი არ ყოფილა. განსაკუთრებული იმდენად იყო რადგან ამ დროს დაიღუპა ორი ესეთი დიდი პიროვნება, როგორც იყო მერაბ კოსტავა და ზურაბ ჭაჭავაძე. ამიტომ იყო განსაკუთრებული თორა. სხვა ახლა ჩვეულებრივი სატრანსპორტო შემთხვევა იყო ძალიან მარტივი სატრანსპორტო შემთხვევის მექანიზმით. Sagt, ისეთი გამოსარკვევი ძალიან სირთულე არაფერი არ ყოფილა. თუმცა 13 ოქტომბერს მომხდარ ავტოავარიასთან დაკავშირებით პასუხგამოცემელი კითხვები მაინც არსებობს. და ეს კითხვები უფრო ზურაბ ჭავჭავაძის სიკვდილს უკავშირდება. სწორედ მაშინ, როდესაც უკვე ლაპარაკის დაწყება შეეცადა, მისი ჯანმრთელობა მოულოდნელად გაუარესდა. ექსპერტიზის დასკვნით ზურაბ ჭავჭავაძეს ჰეპატიტის გამომწვევი ვირუსი უშუალოდ მკურნალობისას შეეყარა. ჩვენ დავკითხეთ ექსპერტები ისტორიების მიხედვით ექსპერტიზას ჩავატარეთ ყველაფერი, მაგრამ მაინც როცა გაკვეთა არ მოხდა ვერ დადგინდა იქ დეტალებში ახლა მე არ გავახსენებთ სამედიცინო საკითხებზე, მაგრამ თვითონ მათი გადმოცემით შეუძლებელი იყო დეტალებში დაედგინათ ის მიზეზი. მეჩვენება რომ ეს მაინც პროვოკაცია ტრაგედია იყო წინასწარ ჩაფიქრებული და ჩემთვის არგუმენტი ის არის რომ აი იმავე პერიოდში ხუთი სხვადასხვა რესპუბლიკაში ხუთი ლიდერი დაიღუპა აი ასეთი ვითარებაში